ჩემი საქმეა არ გძნობ თქვენ ამაზე ეგ ჩემი საქმეა მე რას გძნობ და ჩემ გზნობებს რაც შეეხება პირადმა კონტაქტმა მომაწოდა ოპერატიული ინფორმაცია აგებთ ამაზე თქვენ პასუხს თქვენი ინფორმატორია ნახ დამთხევა იყო დამთხევა იყო მაგალითებს გამოიყენებდნენ უკვე მანიფესტაციაზე ტყუილი იყოს გინ სიმართლე მე ვალდებული ვარ 2024 წლის 4 დეკემბერს პირადმა კონტაქტმა მომაწოდა ოპერატიული ინფორმაცია მასზე რომ ზვია ცეცხლაძე და პატაკში მითითებული სხვა პირები ორგანიზებას აწყობენ აგრესიული მომიტინგეების უკანონო ქმედებებს. აგრეთვე მომაწოდა ინფორმაცია მაგასთან დაკავშირებით, რომ პირადად ან სახლში უნდა ინახავდნენ კანონსაწინააღმდეგო ნივთები ან ნივთიერებები. ამასთან დაკავშირებით მივაწოდე ინფორმაცია, ავსახე ეს ყველაფერი პატაკში და მივაწოდე ინფორმაცია ჩემს ხელმძღვანელობას. კანონსაწინააღმდეგო ნივთები სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ან ადვილადავლების სითხეები, ან ფეერვერკები. ფეერვერკის შენახვა დაუშვათ სახლში, რომელ კანონსაწინააღმდეგოა, თქვენ ძალიან კანონსაწინააღმდეგოა, ასარღვევდა ადამიანი. ნივთი კანონსაწინააღმდეგოა თქვენ ესებზე. მაგ ნივთებს გამოიყენებდნენ უკვე მანიფესტაციაზე. პოლიციელების წინააღმდეგ და ეგ კანონში არის გაწერილი მანიფესტაციის კანონში მე-11 მუხლში. სახლში აქო კანონსაწინააღმდეგო ხო, მაგრამ ოპერატიული ინფორმაცია ხომ მქონდა რომ მაგას გამოიყენებენ მიტინგზე. მაგკუთხით არ დაგისვამთ იმას კითხვას რომ ეხლა ვინ იყო და რა იყო მაგ კომპეტენტი არც მჯერა რომ იყო საერთოდ მაგრამ რა სახით მოგაწოდათ კომპეტენტმა წერლობით ზეპირად ამ პიროვნებამ რა გითხრათ ეს ინფორმაცია მე საიდან ვიციო როგორ გაიგო ეს აი თქვენ რო გითხრათ ეს ინფორმაცია რატო ვერ მეტყვით ამას ვერ გეტყვით არ ვიცი საიდან მოიტანა ვიღას კერძო პირმა კონფიდენტმა რომელიც არ მუშაობს არც უშუალობაში არც პოლიციაში იცის ესე ამ პირების განზრახვა და ამ პირების პირადი მონაცემები უცნაურად არ მოგეჩვენათ ანუ მე არ მithქვია რომ პირადი ნომრები დაბადების წლები და რიცხვები მაგან მომაწოდა მე კითხეთ რომ ყველა ინფორმაცია ასახული ბადაკში მან მოგაწოდა თუ არა თქო კი მან მომაწოდა მე არ მithქვია რომ პირადი ნომრები მანქანის ნომრები და ის მაგან მომაწოდა ხო ზვია ცეცხლაძეზე ხო პირველი გიწერია ზვია ცეცხლაძეზე რა მოგაწოდა სახელი ლაგვარე მარტო დაახლოებით სლოვანებას ხო გვეუბნებიან დაახლოებით სლოვანება და თქვენ გადაამოწმეთ დაახლოებით სლოვანება კი ბატონო გაიგეთ ზვია ცეცხლაძის მონაცემები რო გითხრათ რომ შეიძლება ინახავდესო ნივთსო მაგრამ ეს ნივთები და ეს კონკრეტული ქმედება რომ კავშირშია იმ ქმედებასთან რომელზეც გამოძიებაა დაწყებული ეს საიდან იცოდა ესეც არ ვთქვა არ იცოდა ეგ დამთხევა იყო დამთხევა იყო ხო რა საინტერესო დამთხევა ბატონო არ გახსენდებათ კონკრეტულად ვიზე რა ინფორმაცია მოგაწოდათ დიდი ხანია გასული დიდი ხანია გასული და არ გახსენდება ზვია გასრაძეზე რა გითხრათ მე არ მახსოვს ახლა რამდენი ხნის უკან იყო ეს კონკრეტულად იცით რა მითხარით ის გახსენდებათ კონკრეტულად ამ ადამიანს სად შეხვდით ვის თქვენს ინფორმატორს კი სად შეხვდით სად შეხვდით ორთაჭალაში ტერიტორიულად ორთაჭალა არის ძალიან დიდი ბატონო ორთაჭალაში კონკრეტულად სამსახურთან დაიბარეთ შენობასთან სად შეხვდით ტერიტორიულად ორთაჭალაში სამსახურთან თქვენ ინფორმატორს რომელიც აი 20%-ში არ ამართლებს როგორც მითხარით და ეს იმოცში შევიყვანოთ მე დაუკავშირდით ამ ინფორმატორს დაუთხარით ესეთი არასწორი ინფორმაცია რატომ მომაწოდე კი ხდება ხანდახან ამ საქმეზე იყო თქვენ დაუკავშირდით და ანუ რა ნაწილი მომაწოდეთ ხო არასწორად რა უთხარით ბატონო აი ნახეთ თქვენ მითხარით რომ კიო მე შევეხმიანე მე ინფორმატორს დაინტერესდა რამე იყო ამოღებული მე უთხარი კი 12 სხვადასხვა ადამიანზე მოგაწოდათ ერთმა კონკრეტულმა კონფიდენტმა ინფორმაცია და ეს 12 ადამიანი ერთმანეთთან კავშირში არ არიან არც კი იცნობენ ანუ ეს დაუჯერებელი ამბავი არ იყო თქვენთვის როგორც პოლიციელისთვის რომ ეგეთი რამე არ შეიძლება არ არის დაუჯერებელი არა იმ ეგრეთ წოდებული პირადი კონტაქტი ინფორმატორის ცრუ ჩვენებაზე მე 6 თვე ციხეში ვარ გამოკეტილი უსამართლოდ და თქვენ მე ოჯახი გამიმწარეთ
იცით თქვენ ეს და გძნობთ ამის პასუხისმგებლობას? თქვენ დარწმუნებული იყავით, რომ ის თქვენი ინფორმატორი სწორ მითითებებს გაძლევდა და სწორ მიმართულებას გაძლევდათ, რატო არ გადაამოწმეთ ეგ? არ მინდა ამ ქვეყანაში ესეთი პოლიციელები იყვნენ რა. ჩემი მანქანა გაიჩხრიკა, სახლიც გაიჩხრიკა, არანაირი აბსოლუტურად ჩემ არც სახლში და არც მანქანაში არ აღმოჩნდა. ეხლა გამეცით მე თქვენ პასუხი. აგებთ ამაზე თქვენ პასუხს, თქვენი ინფორმატორიანად? აი აქ ძალიან მალე რომ დაჯდებით ამ ადგილას. ძალიან მალე დაჯდებით ამ ადგილას და პასუხს აგებთ ამ ყველაფერზე იცოდე. გამეცით მაშინ პასუხი, თქვენ რა პასუხისმგებლობას აგრძნობთ ამისთვის? ამის პასუხი ბატონო მოსამართლე უნდა გამცნეს. უნდა გამცეს. როგორ დავწყნარდე, მითხარით? ბატონო მოსამართლე, როგორ დავწყნარდე, როდესაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი შენიშნას გაძლევთ ძალიან ხალხს. და მოგავანოთ ძალიან ხო დამშვიდით. კი ბატონო. კი ბატონო, ველოდები პასუხს. კი ბატონო. პასუხისმგებლობას გძნობ თუ არაო? კითხვა რა იყო? განსხვავებული როა და ამ პატაკის და ინფორმაციის საფუძველზე ესე არის. ეს კითხვაა, კი ბატონო. თქვენ ვალდებული იყავით თუ არა გადაგემოწმებინათ სანამ პატაკს არ უდგენდით თქვენ უფროს ვალდებული იყავით როგორც პოლიციელი როგორ არა აბა მე ვალდებული ვარ ინფორმაცია მივიტანო მნიშვნელობა არ აქვს ხო მე რა დაემართება იმ ადამიანს ხო ჩემი უფლებები დაირღვა მე უდანაშაულოდ ვზივარ ციხეში და თქვენ ამაზე აგებთ თუ არა პასუხს თვლით თუ არა თქვენ თავს ეგ არ არის კითხვა ხა როგორ არ არის კითხვა მე რას ვგზნობ ეგ ჩემი საქმეა არ გძნობ თქვენ ამაზე ეგ ჩემი საქმეა მე რას ვგზნობ და ჩემ გზნობებს რაც შეეხება პასუხისმგებლობა არ გეკისრება თქვენ ამაში რომ თქვენი არასწორი მიწოდებული ამ ინფორმაციის გამო მე დღეს ეხლა მითხარით რომ მალე მანდ ვიჯდები და დაელოდეთ მაშინ რა ვქნა ვიღაცა ხო უნდა აგოს ამაზე პასუხი მე ჩემგან რა გინდა ვერ გავიგე ვინ არის მაშინ პასუხისმგებელი მაშინ ეგ მითხარით აბა ისეთი ადამიანისგან იღებთ ინფორმაციას რომელსაც ეხლაც დაადასტურეთ რომ არენდობით ბოლომდის საერთოდ ზოგადად მე არავის არ ვენდობი ისეთმა ადამიანმა რომელმაც ინფორმაცია მოგიტანათ რომელსაც არენდობით სანამ რეაგირებას მოახდენთ ხო უნდა მოხდეს ამის გადამოწმება გადამოწმების პერიოდში რაღაცა დანაშაული რომ მოხდეს მაგ ინფორმაციით მე პასუხი უნდა ვაგო მე როცა მეორე მხარეს ზიანდება ანუ მე იტყოდით აი ინფორმაცია ქონდა და რატო რეაგირება არ მოახდინეთ კაცი დაშავდა ჩემი მოვალეობა გავიმეუგო გითხარით ბევრჯერ ინფორმაცია მივაწოდო ოპერატიული ნებისმიერი ანუ თქვენ ხართ იტყვილი იყოს გინ სიმართლე მე ვალდებული ვარ ანუ ჭორებს რომ მოგიყვებიან უნდა მიიტანოთ ის თქვენთვის ჭორია ჩვენთვის სამუშაო ინფორმაციაა